მოგესალმებით. ამ ვიდეოში გაჩვენებთ თუ როგორ უნდა დავარეგისტრიროთ ადამიანი, რომელიც ორგანიზაციისთვის შეიძლება იყოს თანამშრომელი, კლიენტი, ფიზიკური პირი თუ სხვა. პირველ რიგში ხსნით საცნობაროს და რეგისტრაციის მენიუში ვირჩევთ ადამიანს. გამოგვიჩნდება ასეთი შესავსები ფორმა, რომელშიც არსებული ველები უნდა შევავსოთ. ამ ველში ვუთითებთ ადამიანის პირად ნომერს, რომელიც ყველასთვის უნიკალურია. ამავე ველში გვაქვს 3 წერტილი, რომელზე დაკლიკების შემთხვევაშიც სისტემა ავტომატურად შეავსებს სახელისა და გვარის ველებს ინიციალებით. ეს ინფორმაცია სისტემას მოაქვს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან. აქვე გვაქვს ინფორმაციული ველები, დაბადების თარიღი, სქესი და ამ ადამიანის თანამდებობა. შემდეგ ველებში ეთითება საკონტაქტო ინფორმაცია, ტელეფონის ნომერი, ელ-პოსტა და ასევე გვაქვს ავტომობილის ნომერი, რომელსაც ვუთითებთ იმ შემთხვევაში თუ ვარეგისტრირებთ მაგალითად მძღოლს. ამ შემთხვევაში ზედნადების ატვირთვისას შევძლებთ ეს ადამიანი მივუთითოთ როგორც მძღოლი. გადავდივართ საბანკო ანგარიშზე. საბანკო ანგარიში შეგიძლიათ მიუთითოთ გადარიცხვებისთვის, ხელფასისთვის ან სხვა. და ასევე ვუთითებთ ამ ადამიანის მისამართს. გადავდივართ კავშირების ჩანართზე, სადაც ამ ადამიანს ვუნიშნავთ შესაბამის კავშირს. მაგალითად ეს არის თანამშრომელი. ბოლოს ვაჭერთ შენახვის ხილაკს და ამით ადამიანის რეგისტრაცია დასრულებულია. ახლა ვნახოთ თუ სად შევძლებთ ჩვენ მიერ რეგისტრირებული ადამიანის პოვნას. ხსნით ისევ საცნობაროს და საცნობარო მასალაში ვირჩევთ ადამიანებს. გამოგვიჩნდება ასეთი ნუსხა, რომელშიც უნდა ავირჩიოთ ჩვენ მიერ მითითებული ჯგუფი. ამ შემთხვევაში ვირჩევთ თანამშრომელს და აქ შეგვიძლია პირადი ნომრით, სახელით ან სხვა მახასიათებლით ვიპოვოთ ადამიანი. აქვე შეგიძლიათ გააკეთოთ რედაქტირებაც. ახალი ადამიანის რეგისტრაციისთვის კი ფორმის ზედა მარცხენა კუთხეში დააჭირეთ პლუს ხილაკს. მადლობა რომ გაეცანით ვიდეოს. გისურვებთ წარმატებებს.